ამინ. ამინ. ღვთაება შეიწყალო ჩვენი მიცვალებულები და დაუმკვიდროთ, სადაც მართალი განისვენებენ. ეხლა წაგიკითხავთ მცირე სწავლებას, რომელიც ეხება მარხვას, სინანულს და ლოცვას. მარხვის წმინდა დღეებში ეკლესია მორწმუნეებს სინანულისა და ლოცვისაკენ, ცოდვების აღიარებისა და წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისკენ მოუწოდებს. როდესაც ყოველივე ამას კრძალულებით აღვასრულებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სინანულმა, მარხვამ და ლოცვამ ჩვენ სულსა და ცხოვრებაში ნაყოფი უნდა გამოიღოს. ანუ მარტო ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ ვიმარხოთ, რაიმე საკვები ავიგზალოთ, არამედ ამ მარხვამ თავისი ნაყოფი უნდა გამოიღოს. სხვაგვარად დავემსგავსებით გამხმარ ხეს, რომელშიც მაცოცხლებელმა წვენმა ვერ შეაღწია, ანუ გამხმარ ხეს, რაც არ უნდა წყალი უსხა, ის ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ანუ ჩვენც თუ ნაყოფს არ გამოვიღებ და მარხვით არ ვისარგებლებთ და შესაბამისად უნაყოფო ხეს მივემსგავსებით, რომელიც მე რამდენიც არ უნდა წყალი ასხა, მას ვერანაირად ვერ გააცოცხლებ. მობრუნდით, განდგომილნო ძენო, ღაღადებს უფალი იერემია წინასწარმეტყველის პირით. მე გამკუნავ თქვენს განდგომას. გულით დაბრუნდით, დაბრუნდით მთლიანად. არა თვალთმაღს სურათ და მე არ გისაყვედურებთ, არ განგიკითხავთ, არა თქვენს ურჩობას გამკუნავ. ოღონდაც დაგვიცავი უფალო, უნაყოფო სინანულისაგან. სინანულისაგან, რომელიც გამოხატულია უდენ გრძნობით და არა საქმით. რითაც ხშირად ვტყუდებით. ასე ნანობდა ფარაონი, წუთიერად ზედაპირულად და შემდგომ კვლავ ძველებურად იქცეოდა და გულიც უფრო და უფრო უსასტიკდებოდა. ანუ ეს ფარაონი მოსეს პერიოდში, როდესაც 10 სასჯელი დაატყდა ეგვიპტეს, პირველი სასჯელიდან კი ნანობდა თითქოს ფარაონი, რომ აი გაუშვებ, რასაც ღმერთს უბძანებია იმას გავაკეთებინებ, რასაც მოსე მეუბნება, სასჯელის შემდგომ წუხდა ამ ყველაფერზე, თითქოს პირდებოდა, რომ ამას შეასრულებდა, მაგრამ საბოლოოდ ნახე რას აკეთებდა, მისი სინანული რეალური არ იყო. პირიქით, უფრო და უფრო გული უსასტიკდებოდა და უხეშდებოდა. ბევრი ახლაც ასე ინანიებს. ერთი წუთით აუჩუყდება ცოდვებზე გული, შემდეგ ისევ ძველებურად იქცევიან და ვერ ამჩნევენ თანდათანობით როგორ ქვავდება სინდისი. ასე როდი ნანობდა პეტრე მოციქული. წარე დასწიროდა თავის სოდვას და შემდგომ აღარასდროს დაბრუნებია მას. ეს არის სინანული. ნანობ, ანუ აღარ უნდა ვუბრუნდებოდეთ სოდვებს. ასე როდი ნანობდა უძღების შვილი, მას არა მარტო ენატრებოდა მშობლების სახლი, არამედ ადგა და წარმოვიდა თავის მამასთან, როგორც წერია სახარებაში, და მასთან მივიდა. რასარგებელი ექნებოდა უცხო ქვეყანაში, რომ დარჩენილიყო და მარტოოდენ ეთქვა მამაუც სოდე და იქიდან არ წამოსულიყო. ანუ ხშირად გვსმენია ხოლმე, რომ ბევრი ესე ცრუ სინანულის გამო ამბობს, რომ ცოდვილი ვარ, სოდე, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგავს, რომ მოინანიოს, დაუბრუნდეს დედა ეკლესიის წიაღს და მარტო სიტყვით ამბობს, რომ აი სოდე. და რასარგებელი ექნებოდა უძღებ შვილსო, რომელსაც მარტო რომ ეთქვა, რომ აი მამა უცოდე და არ წასულიყო მამისაკენ. არანაირი. ანუ შიმშილით მოკვდებოდა, ანუ იმ ქვეყანაში სადაც უჭირდა, შიმშილით მოკვდებოდა, მამისკენ რო არ წასულიყო. უფალი როდი ამბობს სიტყვებით მოინანიე და საკმარისია. იგი ამბობს, მობრუნდით, განდგომილნო ძენო, მე გამკუნავ თქვენ განდგომას. დაუბრუნდეთ ჩვენს, რათა ჩვენი განკუნება შეძლოს. შორიდან არ განკუნავს, არ განკუნავს ჭრილობებს, რომელსაც მას უმალავენ, მხოლოდ მასთან დაბრუნებულს განკუნავს. ანუ ექიმის თანაც ხო ესე ხდება, როდესაც ექიმს ჭრილობას არ უჩვენებ და არ ეტყვის რა გასაკუნი, ექიმი ვერანაირად ვერ განკუნავს და მარტო უფალს ვეუბნებოდეთ, რომ აი ცოდვილი ვარ გამკუნე და თუ მასთან არ მიხვედი, თუ ნაბიჯი არ გადადგი, თუ აღსარებაზე არ მიხვედი, თუ ტაძრის წიაღში არ დაივანე და მარტო უთქვათ, რომ გამკუნოს უფალმა, ესე ვერ მოხდება. აჰა, ჩვენ მოვედით შენთან, რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი, წერია იერემიას წიგში. ანუ ნახეთ რა არის სწორი, რომ როგორც იერემია ამბობს, აჰა, ჩვენ მოვედით შენთან, რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი. ანუ თითოეული ადამიანი, ვინც არ ცხოვრობ, ვინც არ ვართ ეკლესიაში, უნდა მივიდეთ
უფალთან რომ უფალმა გამკვნოს ამინ. ერთმა დაგლოცო და გაკურთხო. მშვიდობა და სიკეთე გაგიმრავლოთ ამინ.